ჩემთან მოდიან მომხმარებლები, რომლებსაც უნდათ განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთონ თავიანთ მეგობარს, ახლობელს, ისეთი, რომელსაც ვერ გახვალ და რაღაც სავაჭრო ცენტრში ვერ შეიძენ. თავისებური დეტალების შეტანა უნდათ, თქვათ, წარწერის ან რაღაც ისეთი ნივთის მოთავსება, რომელიც მათთან მის თქვათ მოგონებასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ არის ხოლმე ძალიან ისეთი ემოციური ისტორია ახლავს ხოლმე ნივთს, ზოგჯერ შეიძლება სევდიანიც იყოს, ზოგჯერ პირიქით, ასე რომ აი ყველა ნივთი თითქმის ჩემი დამზადებული გარკვეულ ისტორიას ატარებს. და ძალიან მიხარია, რომ ამაში მე ვიღებ მონაწილეობას და ასე მენდობიან. 4 წელია ნათია დინოშვილი ადამიანების ყველაზე ძვირფას მოგონებებს ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის. ახალგაზრდა ხელოვანი გამხმარ მცენარეებს, სხვადასხვა ემოციებითა და ისტორიით დახუნძლულ ნივთებს ახალ სიცოცხლეს, ეპოქსიდის დახმარებით სცენს. ეპოქსიდი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც შედგება 2 კომპონენტისგან და ერთმანეთთან გადაზავების შემდეგ ვიღებთ მყარ მასალას. ფართოდ გამოიყენება დღევანდელ რეალობაში, დეკორაციების შესაქმნელად, ინტერიერის დიზაინისთვის და ასე შემდეგ. ისეთი მასალაა, რომ პირველი ვეცდაზე შეიძლება არაფერი არ გამოვიდეს. ძალიან დიდ მოთმინებას მოითხოვს, შრომის მოყვარეობას და აუცილებლად, როცა ერთ ნივთს აკეთებ, უნდა იყო იქ ჩართული და სხვა ყველაფერი დაივიწყო გარშემო, იმიტომ რომ თუ არ კონცენტრირდი იმაზე, კონკრეტულად აუცილებლად დაუშვებ შეცდომას. ეპოქსიდი კი არ გპატიობს შეცდომას, უბრალოდ მერე შესაძლებელია გამოსწორდეს, რაღაცების გამოსწორება შეგვიძლია. ეს დეკორაცია მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი ვარდებით დავამზადე. პირველ ეტაპზე გამოვაშრე, აუცილებელი ეტაპია ეს ვარდების გამოშრობა და შემდეგ უკვე იწყება მზადების პროცესი, რაც დაახლოებით 5 დღე გრძელდება. დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი ბედნიერებაა, როცა სრულიად უცხო ადამიანები მას პირად ისტორიებსა და მოგონებებს უზიარებენ, იმ მოგონებებს, რომელსაც ფიზიკური ფორმა თვითონ უნდა მიანიჭოს. დიდი ხნის მანძილზე ვაკეთებდი მაგიდას, რომელიც მომხმარებლის ვარდებით დავამზადე, 100 ცალი ვარდი მომიტანა მახსოვს. ისეთ წინააღმდეგობებს წავაწყდი ამ მაგიდის დამზადების დროს, რომ უკვე აი ხელის ჩაქნევა მინდოდა, აღარ მინდოდა, რაც გაგრძელება მაგიდას რო ხედავდი უკვე მეთქი ძალიან ისე ვიყავი უკვე განწყობილი ბოლოს, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის, რომ რაღაცა არ გაძლევს საშუალებას ეს საქმე, რომ დანებდე, მაინც უნდა მიიყვანო ბოლომდე და ბოლოს უკვე შედეგს რომ ხედავ, ის განვლილი წინააღმდეგობები გავიწყდება, ასე ვთქვათ, ისეთი შედეგი აქვს. ნათია დინოშვილის ნამუშევრებმა არაერთი ადამიანის მოგონებები შემოინახა. ისინი დღემდე აგრძელებენ იმ ისტორიის მოყოლას, რომელიც ოდესღაც დიდი სიყვარულით დაიწყო.